მოგესალმებით მეგობრებო, რა არის კარმული ურთიერთობები? კიდევ ერთხელ მინდა ჩაგიწეროთ ამაზე ვიდეო, ოღონდ ცოტა სხვა კუთხით. ტოქსიკურ ურთიერთობას რა ეძახიან და კარმულში რა გადადის, ხო? ცოტა ფსიქოლოგიურადაც აგიხსნით და ასტროლოგიურადაც აგიხსნით, როცა აი ესე ტოქსიკურ ურთიერთობას ვამბობთ. ეს კარმული ურთიერთობა არ არის აუცილებელი, რომ იყოს მარტო სასიყვარულო პირად ურთიერთობაში. შეიძლება თვითონ იყოს ტოქსიკური ადამიანი, ესე ვიცახით ხოლმე, ხო? და შედის ხოლმე ესეთი დესტრუქციული ტოქსიკური ურთიერთობით ყველასთან. მაგალითად, აქ შეგვიძლია შემოვიყვანოთ უკვე მძაფრ სიტუაციაში პიროვნული აშლილობები, მაგალითად, ნარცისული ველი, ხო? ანუ ძალიან ბევრი სხვა პრობლემა, რომელიც თვითონ ქმნის უკვე ადამიანს ტოქსიკურად. ტოქსიკურ კავშირებში. სხვა შორის ასტროლოგიაში გვაქვს ასპექტები, არ მინდა ახლა რაღაც სტიგმასავით გამომევიდეს, უფრო ასტროლოგიურ სკოლაში ვასწავლე ხოლმე ესე დაწვრილებით ჩემებს, რომ იცოდნენ ხოლმე სად ალარმებისა და აენთოთ, მაგრამ ზოგადად გვაქვს ასტროლოგიაში ისეთი კომბინაციები, რომელიც ადამიანს ან თვითონ ხდის ტოქსიკურად, ან იჯაჭვებს ტოქსიკურ ადამიანებს. და აქ არის ხოლმე თითქოს პროგრამა ჩაწერილი კარმულ ასტროლოგიაში ვამბობთ, როგორც წინაცხოვრებები, ფსიქოლოგიურ ასტროლოგიაში როგორც ბავშვობის ტრავმები, ხო? და ოღონდ აი ეს უხილავი არის, ამას თვითონ ვერ ხედავენ, ხო? ეს არის აი რაღაცნაირად აი ესე ჯაჭვში რო ვართ ჩართული და საერთოდ ვერ ვხედავთ, რომ აქ ვართ, ხო? მაგალითად სიყვირო გარბის ბორბორში და გონია რომ სადღაც გარბის. სამდროში ერთ წრეზე ტრიალებს. აი ეს არის ხოლმე კარმულ ჯაჭვებს რო ვეძახით, ხო, კარმულ ტოქსიკურ ემოციებს და ძალიან ხშირად არის ხოლმე თუნდაც ფსიქოთერაპევტებთან დადიან ესეთი ადამიანები, წრეზე ტრიალებენ, თუმცა ვერ ხედავენ თავარ პრობლემას. იქ შეიძლება რაღაც ზონაზე შეუმსუბუქდეთ, ტკივილი ან რაღაც განცდები, მაგრამ ბოლომდე შეიძლება ვერ განიკურნოს, ხო? თავარი არის ხოლმე აი ასტროლოგია გვაძლევს საშუალებას, რას შევხედოთ თვალებში და აქედან დავიწყოთ ნენელა ადგომა. ანუ კი არ შევანელოთ ეს ციყვის ბორბალი ოდნავ მაინც, რომ ძალიან არ დაგვახეს თავბრამ და არამედ დავინახოთ, რომ ბორბალში ვართ, გადმოვიდეთ და ვისწავლოთ ნელა სიარული. იდეა ეს არის. მაგრამ რა არის სინამდვილეში ტოქსიკური კავშირების მთავარი მიზეზი, როდესაც ახლა შეიძლება მეგობრებთან გქონდეს ეს ტოქსიკურობა, ოჯახის წევრებთან გქონდეს, ხო? და ტოქსიკურობა მოდის საიდან მეგობრებო? მთავარი ემოცია რა არის, რომ აი წარმოიდგინეთ, რომ მე რაღაც მინდა ჩემს სურვილებში რაღაც მაკლია ძალიან და ვითხოვ იმ ადამიანისგან, რომელსაც ამის მოცემა არ შეუძლია. ძალიან მარტივი ჯაჭვი რო გითხრათ, არის ეს ტოქსიკურობა. ან შევარჩევ ადამიანი ისეთივე ურესურსო იმ ჩემს სურვილთან, როგორიც მე გარშემო ბავშვობაში ვიყავი. არ მაძლევდნენ ამ ენერგიას და ყოველთვის მაქვს ახალი მცდელობა ვიყო ადამიანი ან გარემოცვა ან ჯგუფი, რომელიც ამ ჩემს შინაგან შიმშილს რაღაცნაირად დაანაყრებს. მთავარი პრობლემა რა არის ამ ტოქსიკურობაში? როგორც წესი, როცა მაქვს ხოლმე ჯგუფური თერაპიები, მაგალითად პირად ურთიერთობაზე ან რაღაც ესეთი მნიშვნელოვანი ესეთი ტრენინგები პირადი რუკებით, სადაც გავდივარ და რუკაში ვხედავ ადამიანის ენერგეტიკულ პოტენციალს. როგორც წესი რა არის ხოლმე იცით, რომ მე რაც არ მაქვს შიგნით როგორც რესურსი, ოღონდ გგონია თორე რაღაცა რო გვინდა უკვე არის რაღაცა, ხო, აქ შინაგანი. აი თქვათ მე მაკლია შინაგანი უსაფრთხოება, მე ვეძებ თუ ხალი ვარ მამაკაც, რომელიც მომცემს ამ შინაგან უსაფრთხოებას. თუ მე მაკლია შინაგანი სტაბილურობა, ემოციური, აი ბევრი ტყუპები მყავს და ქარში ვარ ენერგეტიკულად, ვერ ფოკუსირდები ვერაფერზე. აუცილებლად მომინდება ადამიანი, რომელიც მყარი არის და სტრუქტურირებული არის, ხო? და ფაქტიურად, როცა არის ეს შინაგანი ძლიერი შიმშილი, ეს შიმშილი არის ტრავმისგან გამოწვეული. როცა არის ტრავმა, ძალიან იშვიათად რომ ჩვენ პირდაპირ მივიდეთ უკვე იმ ადამიანთან, რომელიც ამას მომცემს. მეორე მომენტი არის, რომ სამყაროში არის ძალიან მნიშვნელოვანი კანონი, მოდით ესე ვთქვათ, რომ ყველამ თავის პრობლემებს თვითონ და მოუარს. როგორც კი ვიღაცას ვეძებ მე, რომ მე მომცეს ენერგია, რაც მე არ მინდა ჩემით გამოვიმუშაო, ეს აღიქმება ბუნებისთვის როგორც სისუსტეც. მე თუ სუსტი ვარ და დედამიწაზე ვარ, სამყაროში ვარ, ხო? უნდა გავძლიერდე, თორე შეიძლება ვიღაცა ძლიერი ავირჩიო, მაგრამ იმას რაღაცა დაემართოს, ან ჩემგან წავიდეს.
ესე იგი მე დამოკიდებული ვხდები უკვე ვიღაც ადამიანებზე, ხო? და ყველაზე თავისუფალი და ყველაზე სავსე არის ის ადამიანი, რომელიც თვითონ ცდილობს საკუთარ თავში გააძლიეროს ის რესურსები და არა სხვაებისგან ითხოვს. შეიძლება ხანდახან დროებით ცოტა ხანი ჩამოვიკიდოთ ვიღაცას, ხო, რომ გაგვიყვანოს ნაპირისკენ, მაგრამ ჩვენთვის ეს სიგნალი უნდა იყოს, რომ ეს მაკლია და არა რომ მოვიშვათ და კომფორტში ვიყოთ. როგორც წესი ცხოვრების პირველ ნახევარში არის ხოლმე ეს პარტნიორების არჩევა ზუსტად ამ მეთოდოლოგიით, რომ აი მე მაკლია ჩემში შინაგანად რაღაც ენერგია, მე ილუზიას ვიქმნი, რომ იმ ადამიანს ეს აქვს. და მე რა არის თანაცხოვრებაში დაშორებები, ტოქსიკური ურთიერთობები, ნენელა ეს ფეიკი იფანტება და აღმოჩნდება, რომ სულაც არ ქონია ამ ადამიანს ეს ყველაფერი და ყოფილა ის, რომ სამყაროში მე მოვტყუვდი ჩემ ცხოვრებისეულ თემაში, ხო? და ის არ მომცა და ფაქტობრივად ეს ორივე მხრიდან არის ხოლმე, ორივე მხარე ტყუდება სადღაც, რომ მე ის მეგონა ესეთი და არ ყოფილა. ყველაზე ჯანსაღი ურთიერთობები მაშინ არის გინ მეგობრებს შორის, გინ პარტნიორებს შორის, გინ სასაფლაო კავშირებში, როდესაც მე მივხვდი ეს მაკლია, ეს ენერგია არა მაქვს, სწავლობ მე თვითონ ნენელა გამოვიმუშაო ეს ყველაფერი. და როდესაც მე მყარი ვხდები, მოდის ზუსტად ისეთი ადამიანი, რომელიც გვაძლევს უკვე, როგორ იცით, ეს აღარ არის უკვე დამოკიდებულება ამ ადამიანს. კი მოგცემს, მაგრამ მის გარეშეც მაქვს ეს ენერგია უკვე რამე რო იყოს, ხო? ანუ დროებით შესვენებასავით მაძლევს, მაგრამ მეც შემიძლია ავტომატურად ეს ვაწარმოო. აი მამ მდგომარეობაში მოდის უკვე პირადი ურთიერთობა, სასიყვარულოსაც ვამბობ და მეგობრულსაც ვამბობ. თუ მე მეგობრებთან მაქვს, სოციუმთან მაგალითად დამოკიდებულება, რომ რაღაც ჩემი სიცარიელე მინდა ამითი შევავსო, ისინი ყოველთვის სწავლენ ჩვენგან. ან რაღაცა მოხდება აქ, იმიტომ რომ სამყაროში არის ესეთი კანონები, რომ ჩვენ დავისწავლოთ ჩვენ სიცარიელის შევსება ჩვენით. ხოგანებით დროებით შეგვიძლია დავიხმაროთ ვიღაცები, მაგრამ ახლა ჩემთანაც არიან ხოლმე ადამიანები, რომ ნუ აი გარშემო როგორც ანათესაო სახლობლოში ისე ზოგადად ხო, რომ მაგალითად ხვდები, რომ არ უნდა ამ ადამიანს თვითონ დამოკიდებლად რაღაც გააკეთოს და გეკიდება შენ. აი თვალებითაც გიყურებენ ისე, რომ აი თითქოს ითხოვენ სულ რაღაცას შენგან. თითქოს ვალდებული ხარ შენ რაღაც მისცე, წინაზეც ვიდეო გავაკეთე ენერგოვამპირიზმზე, ეს ენერგეტიკულ ეს თავდასხმებზე და ეს არის ენერგეტიკული თავდასხმა, როდესაც ადამიანს არ აქვს უნარი თვითონ შეივსოს თავისი დანაკლისი. ხშირად პირად პარტნიორულ ურთიერთობებზე ტრენინგის დროს მქონია ის, რომ აი ადამიანი ითხოვს საკუთარ თავში რაც არ აქვს სიმყარეს, ხო? აი სხვა იყოს ესეთი მყარი და თითქოს მე რომ ესეთი ენერგეტიკული ველის გარშემო ვიქნები გვერდზე, აქ ველის თეორია შემოდის, ხო? აი ამითი მე კარგად ვიქნები, მაგრამ მე რომ იმ პარტნიორების რუკაც მინახია მაგალითად, ხო? ზუსტად ის არ ქონიათ, რაცაც ეს ადამიანი მაინც ეძებდა. აი ეს იყო ხოლმე აქ პრობლემა, რომ როცა აი ესეთი სურვილით მივდივართ, ყოველთვის ფეიკთან წავალთ. იმიტომ რომ ჩემში არის ძლიერი შიმშილი და იქ უკვე ყველაფერს ვჭამ, რაც კი ხელში მხვდება. არ ვაკვირდები, რას ვჭამ, რა ხარისხია, მინდა თუ არ მინდა. ახლა მე შეიძლება მიყვარდეს ძალიან რაღაც კონკრეტული საჭმელი, ხო? მაგალითად, ებჟალია სიტყვაზე. ან მიყვარდეს რაღაც ეს ბრაუნი ნამცხვრის, ხო? მაგრამ როცა მშია, პურსაც შევჭამ და ყველაფერს შევჭამ და ისე შევჭამ, რომ მე რა ვიცი, ხო? აი ესეთი რაღაცა არის. როცა ძალიან დიდი შიმშილი აქვს ადამიანს, ხო? ის აი რადარივით ეძებს თითქოს ნებისმიერი ოდნავ მაინც თუ მიამსგავსა იმ თავის შინაგან სურვილთან ადამიანი მორჩა უკვე იქ მიდის სერიოზული ის მეორე მხრიდანაც იგივე ხდება და შევდივართ მერე ტოქსიკურ ურთიერთობაში და ზოგი ვეღარ გამოდის აქედან, ზოგი ძალიან მტკივნეულად გამოდის, იმას კიდე თავისი ძალისხმევა ჭირდება რომ გამოხვიდე ამ ურთიერთობიდან, ან სამეგობრო კუთხიდან ხო გამოხვიდე ტოქსიკური ჯაჭვიდან მაგალითად და ხვდებიან ზოგჯერ რომ აი აქ სადღაც ვარ მაშინ
გალიაში ან ჩაკეტილი ვარ და ვერ გამოვდივარ ამ სიტუაციიდან, ან ხდება ეს აი დედაშვილებში არის მშობლებსა და შვილებს შორის არის ეგეთი მძიმე კავშირები, რომ ხა როგორ გინდა გამოხვიდე ან შვილებთან ურთიერთობისას, როგორ გინდა გამოხვიდე, როცა ისეთი რაღაცა არის, რომელიც იძულებული ხარ, ხო, რომ იყო ამ სიტუაციაში. მეუღლისთან ყველაზე ნაკლები არის ხოლმე პრობლემა. მაგრამ არიან ხოლმე აი ესეთ ტოქსიკურ ჯაჭვში ჩართულები, იქ მერე შემოდის ინტროექტებს რო ეძახიან როგორ შეიძლება, ვერ მივატოვებ, ან უნდა ვათრიო სულ მთელი ცხოვრება, უნდა წყნარად უპასუხო მაგალითად, ან არის ხოლმე ძალიან მკაცრი ხმა, რომ არ არსებობს, მე ამას ვერ ჩამოვშორდები. და აქ ფიზიკურ ჩამოშორებაზე არ არის ლაპარაკი, ხო, როგორც წესი, აქ ემოციურ ჩამოშორებაზე არის საუბარი, რომ ვაღიაროთ, რომ ჩემი იმედები, ჩემი სურვილები არ შეესაბამება რეალობას, რასაც მე ვიღებ მათგან და აი მაშინ წყდება ნებისმიერი ტოქსიკური კავშირი, როდესაც მე ვაღიარებ, რომ მე რისთვისაც ამ ადამიანთან შევედი, დავითვალოთ, აი რეალურად უნდა დავითვალოთ, რას ვიღებ ადამიანისგან. ეს არ არის ის, რაც მინდა ის არის და დავითვალოთ რეალურად რამდენს გავცემთ. როგორც წესი, რო აკორდებიან გაცილებით მეც გასცემენ, ვიდრე იღებენ ხოლმე. და მანდ უკვე შემოდის, რა იცით, რომ დისბალანსი სამყაროში არის, აი ეს ბალანსის მთელი ფილოსოფია. მე თუ იმდენს გავცემ, საიდანაც იმის ნახევარსაც არ ვიღებ, აქ უკვე შემოდის დისბალანსი, აქ შემოდის გადაღლა ემოციური, ენერგეტიკული და ხდება სერიოზული გამოფიტვა ფსიქოემოციურ დონეზე. და აი ესეთი გადაღლილობა და გამოფიტულობა, ესე რომ ვთქვათ, ხო? ან დაავადებებში გადადის მაგალითად, ან ბედნიერების შეგრძნებები ნაკლებად არის ხოლმე, ხო? ცხოვრებაში ზოგადად და აი ამ ჯაჭვს ვერ ხსნიან მე ამ კარმულ ჯაჭვს. სიამტირეში აქ არ არის საჭირო ფიზიკურად დავშორდეთ ადამიანს. ჩვენი მოლოდინები უნდა გავაჩეროთ, როცა პრაგმატულად ხვდებით, რომ ეს გავიცი, ეს მივიღე, ან ეს საერთოდ არ მივიღე. აქ უკვე პრაგმატული გადაწყვეტილება ხდება, რომ აი კედელს არ უნდა დავეჯახო, როცა კედელი არის იქ, ხო? უნდა დავინახო და ვისწავლო ამის გვერდზე ავლა. აი ამ შეცდომას უშვებენ ხოლმე, როგორც წესი ტოქსიკურ ურთიერთობაში, როდესაც მეც მქონია, ყველას მქონია, ხო ეს რაღაც. თან ახლა ჩვენ ქვეყანაში რა გამოლევს, ხო ესეთ დესტრუქციულ ადამიანებს და სხვათა შორის მაგაზე მინდოდა კიდე მეთქვა ამ დესტრუქციულ ადამიანებზე ერთი-ორი სიტყვა, ხო? აი ყველაზე მეტად ჩემთვის პირადად ძალიან ესეთი კინოური თემა არის ფარისევლობა. და ფარისევლობა რას ნიშნავს? იცით, ახლა აი ძალიან ფილოსოფიურად უნდა გეხსნათ, ყველასთვის იქ ბევრისთვის გექნებათ თქვენ ეს პრობლემა, ახლა რასაც ვიტყვი. სად შევდივართ ხოლმე ადამიანებში? აი როცა არის ადამიანი თავის თავში ჩაკეტილი, არავისთან არ უნდა ურთიერთობა. ახლა ძალიან ვუტრირებ არავისთან, ხო? აი ხშირად როგორ რაღაცა არის ის, თუნდაც მე რასაც ვაწყდები ჩემ ცხოვრებაში, აი ადამიანი იბრალებს იმას, რასაც თვითონ არ აკეთებს. აი მაგალითად ძალიან კეთილად აჩვენებს ადამიანის სიტყვაზე თავს და მეორე წამს ისე შეუძლია ძალიან აი როგორ რაღაც შეუძლია იცით საკუთარი თავი დააყენოს პირველ ადგილზე ოღონდ აი იდაყვებით ბრძოლას რო ეძახიან ხო იცით გადეჯეგოს ყველა ძალიან ხშირად ვაწყდები ხოლმე ეგეთ სიტუაციას მე არ მეხება მე არ მაწუხებს ესე მაგრამ ისე გიყვებით ხო და ჩემთვის როგორ იყო ხოლმე იცით რომ აი სადაც არ უნდა შეხვიდე სფეროში ყველგან არიან აი ცოტა რელიგიურ ტერმინი უნდა თქვა ფარისეველი. როდესაც მე იმას არ წარმოვადგენ, რასაც ვიძახიან, რაც მე მგონია ჩემი თავი. და მთელი ადამიანების ზოგადად პრობლემა მე ვაკვირდები ხოლმე რომ არის ეს, რომ არ უნდათ ხოლმე საკუთარი ეგოიზმიდან გამოვიდნენ. და ეგოიზმი რა არის მეგობრებო, როდესაც ჩემთვის მინდა რომ სხვები იყვნენ ძალიან კეთილები, ჩემთვის მინდა რომ ყველაფერში გამიგონ, ოღონდ მე არავის არ გაუგებ, არც მაინტერესებს ის როგორ რას გრძნობს. საერთოდ ფსიქოლოგების სამყაროშიც ხშირად ამინახავს ეს, რომ ლაპარაკობენ ბევრს ემპათიაზე, როგორი კარგები ვართ და ერთი პატარა რაღაცა და გადაჯეგავენ ერთმანეთს ხოლმე. ეს ადამიანური თვისება არის ზოგადად, შეიძლება ხანდახან ჩემშიც იყოს ეს, ხანდახან, მაგრამ არის დოზებიც, ხო, რაღაცა დოზა. აი, მაგალითად, ჩემთვის ყოველთვის რატო იყო აი ცხოველთა მოყვარულებზე რო თქვა, რატო იყო მნიშვნელოვანი აი ადამიანის თუ ცხოველები უყვარს, ჩემთვის არის ძალიან დიდი ინდიკატორი, იმიტომ რომ იქ ფარისევლობა მაინც არ გამოდის ცხოველებთან, ხო, იქ ვერ მოატყუებ მას.
ანუ მან მართლა ემპათიურობა არის საჭირო, რომ ცხოველებთან მიხვიდე. ან ჩემთვის აქ ცხოველის მიყვარს ძალიან და ფოკუსია, მაგრამ ამის მიღვა უფრო ადამიანურობა არის ფოკუსში. და როდესაც არის გარემო ფარისეულურ ენერგეტიკულ ველში, არ არის ნამდვილი ურთიერთობები, ხო? მე შეიძლება მოგაჩვენო თავი, რომ ძალიან შენთან ვარ და ვაიმე ესეთი კარგი ვარ და როგორც კი რაღაც მორალური ჩარჩოები იხსნება, ყველა თავის თავს რა გამოავლეს ხოლმე სინამდვილეს, ხო? აი ესეთი რაღაცეები მე ძალიან ბევრს ცოტა ემპათიურ ადამიანებს გულს უტეხავს და დობას კარგავენ ხოლმე ადამიანების მიმართ, საზოგადოების მიმართ, ხა ძალიან მას ზოგადებს, ან ბევრში გარემო არის ესეთი, ხო? და სხვათა შორის აი ჩემს ირგვლივ, თუნდაც ჩემთან ვიცმოდია ხოლმე კონსულტაციაზე, მე ესეთ ხალხს ნაკლებად ხვდები. არ არიან მოიწევიცეზე პირიქით არიან უფრო ეგეთი ხალხისგან დაზიანებულები და აი ძალიან გვესმის ხოლმე ამიტომ ერთმანეთის ხოლმე ხა კონსულტაციებზე ძალიან გახსნილი თბილი ურთიერთობა მაქვს ხოლმე როგორც წესი იმიტომ რომ აი ზუსტად ეს ფეიკი გარშემო ეს ფარისეულური ენერგეტიკული ველი მათში მაინც არ არის ხოლმე თითქმის აი შემიძლია 95%-ში არ არის ხოლმე ვინც ჩემთან მოდის ხო ეთყობათ კიდეც ხო მაგრამ ძალიან ხშირად არის უფრო ამის მიზეზი არის ძლიერი ეგოიზმი. და ეგოიზმი როგორც მარტო ჩემ თავში ვარ ჩაკეტილი, გადარჩენის ინსტინქტებში ვარ ძლიერად და მე ყველაფერს აი ესეც გადარჩენის ინსტინქტი არის, რომ მოვაჩვენო, რომ ვითომ ეს რაღაც ვიცი, ვითომ ამაში სპეციალისტი ვარ, ვითომ ამას შენთან ძალიან გახსნილი ვარ და ჩემთვის საერთოდ არ მაინტერესებს, ვერც ხედავ, მარტო ჩემ თავს ხედავ აქ, ხო? და საერთოდ ადამიანური კეთილშობილება არც მაქვს. თამაშობ ამ კეთილშობილებას, იმიტომ რომ ესეა მიღებული. იმიტომ რომ რაღაცნაირად ამ ქრისტიანობამაც, რელიგიებმა მოიტანეს ამის ვალდებულება. თორე სინამდვილეში ხა ძალიან ისეთ დარკ რაღაცას ვიცახი, მაგრამ ხშირად არიან ადამიანები აი ესეთი გარემოსგან დაზიანებული. აი უცხოეთიდან რომ ერთვებიან ხოლმე ხედავენ რომ იქ არ არის მეც ესეთი დაუნდობელი გარემო, ხო? ესე რომ ვთქვათ, ხო? იქ უფრო გულწრფელი არის ურთიერთობები, იმიტომ რომ არ საჭიროებენ. ანუ სისტემა არ არის შექმნილი, რომ მე თვით გადარჩენისთვის მჭირდება ყველაფერი გარშემო მოვიხიკო ჩემი თავისკენ და მე ვითამაშო, ხო, სადღაც. აი ეს პრობლემები როცა არის საზოგადოებებში ძალიან მაღალ დონეზე აი იქ საზოგადოებას აქვს უკვე სერიოზული პრობლემები. და ყველაზე წინ ვინც კი ამ ყველაფრით ზიანდება, გულწრფელი გახსნილი ხალხი არის, ემპათიური ხალხი არის. და მე არის ხოლმე ზუსტად ის მომენტი გაუცხოება სადღაც განმარტოებისკენ სწრაფვა და აი ეს ხალხი ეს ეგოისტური მენტალობის ხალხი ხროვასავით იკვრება ერთმანეთთან და აი რაღაცა კუთხით გადარჩენის ინსტინქტი არის მან თითქოს ძლიერი, ოღონდ ცხოველური ინსტინქტები არის. აქ არ არის ადამიანური ინსტინქტი. ადამიანური ინსტინქტი ამ ცხოველურზე მაღლა დგას. ანუ ზუსტად ფარისევლებს რატო ეძახდა ქრისტეს, ხო? ესეთ. იმიტომ რომ ეს არის იმის თამაში, რაც სიამოვნებაში არ ვარ და აი მანდაც ცოტა სისუსტე შემოდის, რომ ვერ ბედავენ, რო თქვან, რომ აი მე ეგოისტი ვარ, მე არავინ არ მაინტერესებს. თავის თავსაც არ უტყდებიან, იმიტომ რომ მე არის როგორ რაღაც შემოდის, იცით, ეზოთერულ ფილოსოფიაში. ეხლა მე მიწიერი ლოგიკით ველაპარაკე, ეხლა ცოტა სულიერი ლოგიკით რო ვთქვა, ყველა ადამიანს რატო გონია თავისთავი მართალი, ანუ ვერ ეტყვი რომ შენ ცუდი ადამიანი ხარ, არავის არ გონია რომ ის ცუდი ადამიანია. იმიტომ რომ ღრმა არაცნობიერში მართლა არავინ არა ვართ ცუდები იდეაში და თან რა არის იცით რომ მან იცის მისმა ქვეცნობიერმა იცის რატომ მოვიდა აქ ამომდის მის ქვეცნობიერში ეს ახსნა არის და მართლა ეგრე არის აი თუნდაც ჰიპნოთერაპიულად თუნდაც ასტროლოგიურად რომ შევხედოთ ადამიანის კარმას მას მოუწია ეხლა ამ მეორე ფოკუსში მეორე პოლარობაში ყოფნა. იმიტომ რომ აუცილებლად წინა ცხოვრებებში მეორე ადგილზე იქნებოდა, ანუ მსხვერპლის როლში იქნებოდა სადღაც და არის შემდგომ ყველაზე ნათელი კარმული დამუშავება, როცა ამ ორივე პროცესიდან გამოვდივარ. არც მსხვერპლი ვარ, აღარც ესეთი ეგოცენტრიკი მოძალადე, ხო, ფსიქოლოგიურად, ხო? და მე ვდგები უკვე სულიერ გზაზე სინამდვილეში. აი ეს მესამე ფაზა არის საკმაოდ მტკინვაური ზოგადად, მაგრამ გამათავისუფლებელი. ეს ძალიან დიდი ფილოსოფიური ლოგიკიდან რო აგიხსნათ, ხო? მაგრამ სანამ აქამდე მივლენ, მე ხლა
რატო შემიძლია ვიყო ძალიან ემპათიური, როცა ახლა ეგოისტ დესტრუქციულ ადამიანს ხედავ, ხო? იმიტომ რომ მე ვხედავ, რომ ადრე იყო ის მსხვერპლი. ადრე ყველა ვარიანტი იქნებოდა. ან ჩვენში შინაგანად ბუნება ესეთი ნეგატიური არ არის. ეს არის აი როგორი ადამიანი იცით, რომ ვიბადებით ჩვენ, ხო? გადარჩენის ინსტინქტი არის ძალიან ძლიერი და ეს გადარჩენის ინსტინქტი მუშაობს იმდენად ძლიერად, რაც უფრო სულიერი, სუსტი და გამოუცდელი, მით უფრო ეს ინსტინქტები ცხოველური უფრო ყლაპავს, ესე რომ ვთქვათ და აქედან გამომდინარე ადამიანი უბრალოდ ვერც საცნობიერებს, აი ხშირად მეკითხებოდნენ პოლიტიკოსებს, ასტროლოგები ყავთ. ჯერ პოლიტიკოსები აბსოლუტურად მაგ ენერგიაზე ზიან ცხოველურ ინსტინქტებზე 99%. და თუ ვინმე არის იქ ნორმალური, ყარბიან მე მაქედან, ხო? იმიტომ რომ ეგრეგორში ამ ენერგეტიკაში ვერ გაჩერდები, ხო? რეალურად. და მასეთივე დაბალი დონის ჭხიბავ ასტროლოგებს თუ ეზოთერიკოსებს ისიდავენ. ახლა ნორმალური იქ არ წავა, ხო? ახლა იმიტომ რომ ნორმალური ასტროლოგი, ნორმალური ეზოთერიკოსი არის მიმართული ადამიანი შეიცვალოს, რაღაც კანონებთან, სამყაროს ჭეშმარიტებასთან უნდა გქონდეს, ხო, რაღაც აი შინაგანი ღერძი უნდა გქონდეს, რა არის ცუდი და რა არის კარგი. რა არის სიკეთე და რა არის ბოროტება. ეს თუ შიგნით ღერძი არა გვაქვს. ეხლა რა ასტროლოგიაზე არის, ხო, საერთოდ საუბარი, ხო? და ეხლა მე თუ ვარ ამ ჯაჭვში, ვერ ვხედავ ვერაფერს, ხა ჭეშმარიტებას, ხო, ეხლა ადამიანის ტკივილს რო ვერ ვხედავ და იმ მომენტში ჩემი არის აქ დომინანტური და მთავარი ხა ეს ღირებულებათა კრიზისია ხო შინაგანი უკვე და იქ როგორ უნდა ვილაპარაკო მე რაღაც სულიერ თემებზე ან ფსიქოლოგიაზე როგორ უნდა ვილაპარაკო როცა ემპათიის ენერგია არ მაქვს შიგნით ანუ მე ვარ აქ დომინანტი ცენტრი მე ვარ ხო აქ სიტყვას აქ არის უკვე პრობლემები და როცა ბევრი კუთხით შეგვიძლია ადამიანს შევხედოთ აქ არის აუცილებელი ჩვენი ეგოს გადაბიჯება და ეგოს გადაბიჯებაში აქ არ გულისხმობ ხა მე ვინმე რამე მითხრას ხო ეს ეგოს გადაბიჯება არის ჩემი პრინციპები მე რომ აქვს რაღაცა პრინციპი რომ ეს არ უნდა გააკეთოს ადამიანმა შეიძლება იყოს გვერდში ადამიანი რომელსაც ის გააკეთა და აქ ისე კი არ უნდა უყურო რომ აი მე ეს რა ქნა პირიქით მე მესმის რატო გააკეთა ეს და ესეც ოკეი არის აი ამ პრინციპს გეუბნებით ხო შინაგანად და როდესაც მე ჩემ ეგოს ვაყენებ წინ მაგალითად ხო აი ყოლია ესეთი თერაპევტები სხვათა შორის, მხოლოდ თავის ეგო გარშემო ყოფილან. ან ვერც ხედავდნენ მე. და აი აქ ცოტა იმად გაცხრუებები მოხდა, იმიტომ რომ მე მინდოდა რომ დავყრდნობოდი ვინმეს და მაცლივნა ხოლმე მიწას, იმიტომ რომ თავის პროცესში იყო საერთოდ კონტაქტზე არ იყო ჩემთან. აქედან ძალიან ბევრი საინტერესო მე ფსიქოლოგიც ვიპოვე სხვათა შორის, აი ეს ზუსტად ამ ძებნაში რომ ხედავდი რომ ისინი არ არიან კონტაქტზე გარემოსთან და მხოლოდ თავის თავში არიან კონტაქტზე აი როგორ ეხლა გამახსენდა ზღაპარი რო არის ქართული ზღაპარი არის რომ მიდის უკტავების წყარო საძებნელად და ყვავი რო არის სადღაც კლდეზე და აი ჩემთან ერთად იყავიო და აქო დიდი ხანი შეგიძლია იყო და ნუ ესე მეხდება მე რომ ესეც ამის სამყაროში ყოფნა არის ესეც დროებითი არის სადღაც და რაღაცა თავისას რო ეწევს აი ეგეთი რაღაცა ყველა თავის სამყაროში ცხოვრობს და ნამდვილი ემპათიურობა არის როდესაც მე ყველა სამყაროს ხედავ ვატარებ ჩემ თავში და აქედან ვგებულობ კიდევ ჩემი ცალკე რაც არის ხო ხო და აი რაც არის ესეთი გარემო ახლა მე რატო გეუბნებით ამას იმიტომ რომ ძალიან ბევრი წლებია საჭირო რომ ამას მივხვდეთ რომ გარემო ესეთი არის და რომ ვერ ხვდებით ხოლმე და მე მგონია რომ ტოქსიკური არის ეს გარემო ტოქსიკური არის იმიტომ რომ ყველა არის თავის სამყაროში ჩაკეტილი და ტოქსიკური ხდება იმიტომ რომ მე არ ვიცი რომ ეს ტოქსიკური არის ყველა თავის სამყაროში არის და მე უნდა მივხვდე ჩემს სურვილებს და მივხვდე რომ ისინი ამაზე ვერ შემისრულებენ აი ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა როცა მგონია რომ ჩემი ოცნებები ან სურვილები ან მოთხოვნილებები სხვებისგან იქნება დაკმაყოფილებული. იქნება დაკმაყოფილებული თუ ჩვენ სურვილთან დავიწყებთ პირადად კონტაქტს და ჩვენთან დავიწყებთ ამის წარმოებას ნენელა. ანუ ჩვენ აღარ ვიქნებით დამოკიდებული გარემოზე, ჩვენ თავით შევქმნით იმ ყველაფერს და აი მე უკვე სხვა ეყოლება რომელიც შეგვეხიდება. მეგობარი იქნება, მენტორი იქნება, ფსიქოთერაპევტი იქნება სიტყვაზე უფროსი იქნება ხელმძღვანელი თუ შვილი იქნება ყოველთვის გამოჩნდება უკვე ისეთი ვიღაცა ვინც ამას და ამაში დაგვეხმარება კიდევ უფრო ძლიერად მაგრამ ჩვენ არ ვიქნებით მათზე დამოკიდებული იმიტომ რომ აი ხა მე რომ მეორე პოზიციაზე დავდგე აი თუნდაც ახლა ხო გითხარით რომ აი მე
ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ფარისეველი არ იყოს ადამიანი, ხო? ანუ რეალობის აღქმა კონდეს, რეალობასთან კონტაქტზე იყოს, ხო? და ეს რეალობა არის ისიც არსებობს, გარემო არის, იმათი მოთხოვნილებებიც არის. აი ეს არის რეალობა. და როდესაც ადამიანი ეგოცენტრულად ან ფსიქოპატია და მინდა თავის პირად მოთხოვნილებებში ცხოვრობს და გარემოსთან კონტაქტი არ აქვს, ეს ჩემთვის ილუზორული არსებობა არის. ხო? მაგრამ მე თუ ამაში ძალიან მკაცრი ვარ ამ ჩემს პრინციპებში, მე შეიძლება იზოლაციაში მოვხდე. ხო, შინაგანი, შეიძლება ჩავიკეტო. იმიტომ რომ მივხვდე, რომ აი ხალხს როგორ უნდა ვენდო. ანუ ყველა როდის უცებ თავის ეგოსი გადაგევლი ან არ იცი. და აქ თუ პირადად ჩემთვისაც არის მნიშვნელოვანი, რომ ვიმუშაო ამაზე, რომ მივიღო, რომ აი ეგეთი არის გარემო. ვეძებო ის ხალხი, რომელიც არ არიან მთლად ეგეთები. თუ სამყაროში გამოჩნდებიან ეგეთი ხალხი, მინიმალური ურთიერთობა მაგალითად, მაგრამ არა ნდობა, ხო, ესე რომ ვთქვათ რა. ნდობას მე ცოტა სხვა რაღაცას ვეძახი აქ, ნდობა ის არის ზუსტად, რომ მე ვიცოდე, ხო, ვიცი უკვე ამ ადამიანის ის როგორ მოიქცევა, რა დაცვითი მექანიზმები აქვს, როგორ შეუძლია იყოს ფეიქში და აქედან გამომდინარე უკვე ის ნაკლებად საინტერესო ხდება ჩემთვის ესეთი ადამიანი. და აი ხშირად რომ მოდიან ხოლმე რატომ მომიდა ამ ვიდეოს ჩაწერა, იმიტომ რომ აი ძალიან საინტერესო კონსულტაციები მაქვს ხოლმე, ძალიან თერაპიული და აი ამას რო ვაწყდებით, აი მანდარიან თვითონაც, რომ აქ შეექმნათ კრიზისი გარემოსთან, ხო? ამ არაავთენტურობასთან, როცა არის გარშემო ფარისევლური ენერგეტიკული ველი. ამის მიღმა სინამდვილეში არის ძლიერი გადარჩენის ინსტინქტი, ცხოველური ინსტინქტები არის. ცხოველური ინსტინქტები მაშინ ყვავის, როდესაც გარემო არ არის ჰუმანური, გარემო არ არის ღირსეული სადღაც, ხო? იქ ამასთან საჭირო არის ფინანსები, დიდარი უნდა იყოს ქვეყანა ელემენტარული როა ეს ღირებულება კონდეს. მე იწყებ რომ კაცო მე რო ესე ვარ ის რატო არის ესე? ანუ მე ჩემთვისაც იყო ეს ქვეყანა, ხო, იმისთვისაც ხო იყო, მაგრამ ჩვენ სხვა ოჯახი ყავდა, სხვა წინაპრები ყავდა, იმათ სხვა წინაპრები ყავდათ, სხვა გარემო ჰქონდათ, სხვა ტკივილები და ტრაუმები ჰქონდათ, ჩვენ სხვა და სულის განვითარება ამავე დროს სხვადასხვა იყო. და ამასაც ხედავ. მაგრამ მთავარი პრობლემა ეს არის, ზუსტად ეხლა ჩემთვის ეგ ნაკლებად არის ფოკუსში ხა არის ეს იმდენად არ მაინტერესებდა ზოგადად ახლა უნდა გულახდილად თქვა და ადამიანები იმდენად არ მაინტერესებდა რომ მე სადღაც მათთან დიდი მჭიდრო ურთიერთობა მდომებოდა ახლა გულახდილად რო გითხრათ იმიტომ რომ იმდენად თავისუფალი ვარ მე ჩემს პირად სამყაროში რომ არ საჭიროებ ხოლმე მაგას მაგრამ უბრალოდ ვაკვირდები აი მე უფრო დამკვირვებელი ვარ აი შორიდან რომ ვაკვირდები ერთმანეთში რამხელა ესეთი დაუნდობლობები ახასიათებთ მე და მე რაღაცნაირად შენც გტკივა რომ აი რო უყურებ რატო უნდა იყოს ესე ხო ადამიანები მე მითხარ ევროპაში არ ხდება ესეთი რამეები აგონა ეს ხო არ არის კაცობრიობა ეს არის განუვითარებელი ქვეყნების პრობლემა მაგრამ იქ უკვე ევროპაშიც მაგალითად განვითარებულ ქვეყნებში ხო იქაც თავისი გამოწვევები აქვს და თავისი პრობლემები აქვს რომ აი მე სადღაც ჩემ პროექციაში მივდივარ ან იმ პროექციაში, რომელიც მე ვერ გამოვიყენე და იმ ადამიანს ვეძებ, რომელიც ამას მომცემს, იგივე არის. ოღონდ აქ ჩვენთან იმდენად სხვა პრობლემებია ფოკუსში სიტყვაზე, რომ აქ ილუზიაც მეტი არის. აქ ტკივილიც მეტი არის, ხო ხდებით? ეს მინდოდა მე თქვა თქვენთვის. და იმედია საინტერესო იყო თქვენთვის ეს ვიდეო. იმედია რაღაცებზე კიდე დაგაფიქრათ. მე კიდევ ეცდები ამ თემას დაუბრუნდე კიდე უფრო სხვა კუთხით და ველოდები ხოლმე თქვენგან კომენტარებს. მოგეწონათ, რას ფიქრობთ, არ მოგეწონათ, დალაიქოთ, გაზიაროთ თუ გექნებათ ამის სურვილი, რომ არხისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის მოვიზიდოთ მეტი დაინტერესებული ადამიანი, ვისაც უფრო სიღრმისეული ასტროლოგია აინტერესებს. დროებით მეგობრებო.